ახალი პარტიის შექმნის შესახებ ვალერი ხაბურზანიამ პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ისაუბრა. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი პარტია მკაფიოდ პრორუსული ორიენტაციის იქნება. ის მზად არის ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკოსთან, რომელსაც აგრეთვე პრორუსული მიმართულება აქვს აღებული. მათ შორის ხაბურზანია კახა კუკავას, ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ნოღაიდელსაც ვარაუდობს. მისივე განმარტებით პარტია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებისთვის მოემზადება. ვალერი ხაბურზანიამ აგრეთვე კომენტარი გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სამომავლოდ რუსეთს კავკასიის სრული კონტროლის საშუალება უნდა მიეცეს. საქმე გვაქვს უფრო კლასიკურად მხარდაჭერილ სეპარატისტთან, ვიდრე კლასიკურ ოკუპაციასთან. მინდა ეს ტერმინი შემოვიტანო ახალი მხარდაჭერილი სეპარატიზმი, რომელიც ალბათ უფრო ნაკლებად ყურის მომჭრელი იქნება რუსეთისათვისაც. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ რუსეთს იმისათვის, რომ მან მოახდინოს კავკასიაში სრული კონტროლის განხორციელება. რაც შეეხება ოდკბ-ს, ანუ თქვა სამხედრო გაერთიანებას, ამაზეც ფიქრი შეიძლება, თუმცა დღევანდელ ფონზე, დღევანდელ სიტუაციაში ეს ცოტა ძნელია, მაგრამ ჩვენ არსად არ გვეჩქარება დრო გვაქვს. ეს გარდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კახა კუკავას თავისუფალ საქართველოს, იმიტომ რომ კახას აშკარად ჩრდილოური ვექტორი უჭირავს. შესაძლებელია ნოღაიდელი თუ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას მასთანაც საუბარი, თქვათ, რამდენად უნდა ესიმპათიებოდეს ან არ ესიმპათიებოდეს ეს ზოგიერთ ადამიანებს და ჯგუფებს. მას გარკვეული რეიტინგი გააჩნდა და გააჩნია, თუნდაც მცირე რეიტინგისგან შეიძლება შემდგომში რაღაც შეიქმნას და თქვათ იგივე ნინო ბურჯანაძესთან. თუმცა მე როგორც ვიცი, ნინო ბურჯანაძესგან ჯერჯერობით ესეთი არადადებითი რეაქცია იყო, რადგან ის არ თვლის თავს პრორუსული ვექტორის მიმართულების პარტიულ ჯგუფად. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ რუსეთს იმისათვის, რომ მან მოახდინოს კავკასიაში სრული კონტროლის განხორციელება, განსაკუთრებით მის ტერიტორიებზე. ეს რა თქმა უნდა რუსეთს მისცემს იმის мотиваციას, რომ შემდგომში ჩვენთან გაუმჯობესოს ურთიერთობები და ეს გაუმჯობესებული ურთიერთობები ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ტერიტორიების აღსადგენად. აი ეს აზრი დევს, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაში, რომ რუსეთს უნდა მივცეთ კავკასიის სრული კონტროლის საშუალება.